ნომინაცია საუკეთესო სპექტაკლი. ადამიანებო საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2026 დასრულდა. ფესტივალის გამარჯვებული გრან პრის მფლობელი ხონის სახალხო თეატრი გახდა სპექტაკლით ადამიანებო მე თქვენ მიყვარხართ რეჟისორი გოჩა კაპანაძე. ხონის სახალხო თეატრმა ასევე გაიმარჯვა ახალგაზრდული ჟიურის ნომინაციაში საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი, რომელიც ელენე ბობოხიძეს გადაეცა. ვის გაქვთ შეკითხვები? ჯოკონდა ნელიმონაცის გოგოსთან ან დიდუკუდა ეგნატე ნენოშილთან მემა მასწავლებელი გაგვანათლე აბა გისმენთ ჯოკონდა მასწავლებელი იქ რომ წერია კაცია მუჯაძეს მატარებელმა თავი წააგლეჯაო მენე კაცია მუჯაძე თუ მოგდა მაგის იზვარი მილო ხედა მაგარი თვლიდა ასაკი პოზიცია პროში ასვამე უკვე მეორე გრან პრია შაშანაც ავიღეთ და წელსაც ავიღეთ. წელს იყო სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან ასეთი მე თქვენ მიყვარხართ ადამიანებო და იყო ძალიან კარგად გაკეთებული მისი ნაწარმოებები ჩართული სხვადასხვა. ეს იყო არაჩვეულებრივი. არ ვიცი, ძალიან კარგი და ყველანი იმდენად საუკეთესო იყო ჩემი მეგობრები. აი გამორჩევა არ შეიძლება. ულოცავ ხონის თეატრს, ულოცავ ფესტივალს, ულოცავ მთელ კოლექტივს. ძალიან კარგი გრძნობა, როცა გრან პრის აიღებ ესეთი შესანიშნავი ფესტივალისაგან და ვფიქრობ, რომ ყველაფერი წარმატებული იყო. ამ ფესტივალმა ძალიან ბევრი შესაძლებლობა მისცა სახალხო თეატრს მუნიციპალიტეტებში, რომ შესაძლებლობები გამოეჩინა. მე რა თქმა უნდა უბედნიერესი პიროვნება ვარ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენი სახალხო თეატრი დასახელდა საუკეთესო გრან პრის მფლობელად. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სპექტაკლი, რომელთაც ჩვენ ვიყავით წარდგენილები, ეს არის ადამიანებო მე თქვენ მიყვარხართ ნოდარ დუმბაძის ჩანახატებიდან გამომდინარე და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი სათქმელი, რომელიც ძალიან ბევრჯერ ხშირად ერთმანეთს უნდა უთხრათ. თეატრალური იმერეთის 3 ნომინაციის გამარჯვებული გახდა ხარაგაულის თეატრის სპექტაკლით ძარცვა იტალიურად. ნომინაცია ქალის მთავარი როლის გამარჯვებული ლია ჭიპაშვილი გახდა. ნომინაცია მამაკაცის მთავარი როლი გადაეცა დავით ჭყოიძეს. სპექტაკლმა ასევე გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში ჟიურის სპეციალური პრიზი. ძალიან სასიამოვნო დღე იყო ჩვენთვის, ამაღელვებელი დღე იყო. 3 ნომინაცია მიიღო ჩემმა სპექტაკლმა და ჩვენმა სპექტაკლმა. მთავარი ნომინაციები, ქალის მთავარი როლი, მამაკაცის მთავარი როლი და ჟიურის სპეციალური პრიზი სპექტაკლისათვის ძარცვა იტალიურად. ვერ გეტყვით რომ არ ველოდებოდი, იმიტომ რომ გრძნობდი რომ სპექტაკლი საკმაოდ წარმატებული იყო და ძალიან კარგად მიიღო ქუთაისშიდაც და ხარაგაულშიდაც მაყურებელმა და მე მიხარია რომ ჩვენ ვართ ამ დიდი დღესასწაულის ნაწილი და ეს დღესასწაული სულ გრძელდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას არა მარტო რეგიონისთვის, არა მარტო იმერეთისთვის, არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვეძლება შესაძლებლობა რომ ნახოთ ის, რაც ხდება დღეს ზოგადად ქართულ კულტურაში. ძალიან რთული იყო სიმართლე რომ გითხრათ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ მართლა ბევრი საინტერესო ნამუშევარი იყო და რაც თავარია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სპექტაკლი დაიდგა ამ სეზონზე და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეც გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ხედავთ თუ როგორ მიდის წინ ქართული თეატრი.
ასევე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლით ლუიჯის გული. ნომინაცია საუკეთესო სცენოგრაფია ჯილდო მიიღო ნანა რუხაძემ. ნომინაცია ქალის ეპიზოდური როლი ჯილდო გადაეცა ნინო ჭახნაკიას. ნომინაცია მამაკაცის ეპიზოდური როლის გამარჯვებული გახდა თამას გოგიშვილი. სამტრედიის თეატრმა მეოთხე აღიარება ახალგაზრდული ჟიურისაგან მიიღო. მათი ჯილდო საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცა ნანა რუხაძეს. უნდა მიხარია, იმიტომ რომ როცა შრომა ჩადებული გაქდა, დაინახავენ, დააფასებენ, ეს რეჟისორისთვის არის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ფესტივალის დაფუძნებიდან უკვე აქ ვარ და ყოველთვის თავის დონეზე იდგა ეს ფესტივალი, თავის სიტყვას ამბობდა და ყველაზე რთული პერიოდი 90-იანები იყო თუ აი თეატრების ვარდნა რომ იყო, ამ ფესტივალმა ძალიან დიდი როლი შეიტანა იმერეთის პატარა თეატრების გადარჩენაში. დღეს თუ ცოცხლობთ ჩვენ ამ ფესტივალის დამსახურება. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალური თეატრი, ასევე საერთაშორისო შემოქმედებითი კოლექტივები. კომპეტენტურმა ჟიურმა შეაფასა ყველა თეატრალური დასი და გამარჯვებული ამ შემთხვევაში შემოქმედებითი კოლექტივები საორგანიზაციო კომიტეტის მიერ იქნა დაჯილდოებული ფულადი პრემიებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაცია მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ჯილდო ასევე გადაეცა გოჩა ნიკოლაძეს წყალტუბოს თეატრის სპექტაკლში სოფლის აშიქში შესრულებული როლისთვის. ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორა გამარჯვებული გახდა რეჟისორი თორნიკე სულაბერიძე ბაღდათის თეატრის სპექტაკლისათვის უბედურება. ნომინაცია საუკეთესო მუსიკალური გაფორმება ჯილდო გადაეცა საჩხერის თეატრს სპექტაკლისათვის კოსმიური ორკესტრი. ნომინაციაში ახალგაზრდა ქალი მსახიობი გამარჯვებული გახდა თერჯოლის თეატრის მსახიობი ბარბარე კალატოზი სპექტაკლისათვის განთიადამდე შეჩერებულები. ნომინაციაში ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი ჯილდო გადაეცა ბუბა სავანელს საჩხერის თეატრის სპექტაკლში კოსმიურ ორკესტრში შესრულებული როლისთვის. ნომინაცია საუკეთესო ქორეოგრაფია გამარჯვებული გახდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სპექტაკლით ფიროსმანი. აი მე-17 ფესტივალი 25 წლის მანძილზე მიმდინარეობს და დამთავრდა ღირსეული შეფასებები, ღირსეული ჟიური, არაჩვეულებრივი მაყურებელი, არაჩვეულებრივი დონე ღმერთმა ძალა მიცეს ყველას. მე სანამ ცოცხალი ვარ, როგორც შვილს ვერ შეველები, ისე ვერ შეველები ამ ფესტივალს და მის დონეს. ველოდებით მომავალ წელს და მომავალ წლის გამარჯვებები მინდა ყველას უსურვო, ყველას ახალი პრემიერით, ახალი ხარისხიანი წარმატებული პრემიერით ველოდები და პროფესიონალი დონის ამაღლებით მიყვარხართ და მეყვარებით სანამ გიყვართ. და გვიყვარს ჩვენი საყვარელი თეატრალური იმერეთის კარგადყოფნა. ჟურნალი გამოვიდა, პრეზენტაცია იყო, ძალიან მიხარია. და ბევრი სიახლეებით შეხვდებით ალბათ კიდე მომავალ წელს. წელს მე-17 ჩატარდა თეატრალური იმერეთი გასხვავებული ფორმატით. მე გახდით და ჩვენი გუნდი როგორც ამ ფესტივალის მასპინძელი, ასევე გახდით სტუმარიც. როცა რეგიონებში მივდიოდით, ჩვენ თავს გრძნობდით როგორც სტუმრები და უღრმესი მადლობა მინდა უთხრა იმერეთის მუნიციპალიტეტის ყველა მერს, სამხარეო ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანს ქუთაისის მერს განსაკუთრებით ბატონ დავით ერემეიშვილს, ვინც მოგწა შესაძლებლობა რომ ეს ფესტივალი მე-17 ასე ლამაზად, ასე კარგად ჩატარებულიყო. საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2026 წელს მე-17 ჩატარდა. სპექტაკლები მთელი რეგიონის მასშტაბით იმართებოდა. საორგანიზაციო ჯგუფი მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.